Აი ახლა მე მინდა შემოგთავაზოთ ჩემი საყვარელი ისპანახის კრემ სუპი. ამისათვის დაგვჭირდება ისპანახი, დაგვჭირდება სტაფილო, ხახვი და კარტოფილი. პირველ რიგში ავიღებთ ჩვენ ხახვს. გავჭრით ესე. თუ გინდათ, ნუ იწვალებთ, წვრილად დაჭრით, იმიტომ რომ ბოლოში ეს ყველაფერი უნდა მოითუშოს სტაფაზე, შემდეგ დაბლენდერდეს. ოდნავ შუშავთ. აღისი დაგვჭირდება ზეითუნის ზეთი, გავჭრა სტაფილო. მე უკვე მზად ამაქვს მოხარშული ისპანახი. ეხლა უნდა ეს ყველაფერი დავაბლენდოთ, ამიტომ აქეთ გადავინაცვლოთ. მზად აქვს უკვე დაბლენდერებული მასა. ამას გადავიტანთ ცალკე ჭურჭელში. ეხლა დაგვჭირდება ჩვენ ისპანახის დაბლენდერება. რო შევუნარჩუნოთ ისპანახსაც თავისი ხასხასა მწვანე და სტაფილოსაც ნახეთ რა საინტერესო ფერი მიიღო ეს ფერი, ამიტომ ჯობია ცალ-ცალკე იყო და შემდეგ უკვე ჭურჭელში, სადაც ბულიონი იქნება, იქ შეერთდება ისინი. პიტნის ცოცხალი ფოთლები გვაქვს, ესე გავაცალკევებთ ღეროებიდან, უფრო ფოთლებს ავიღებთ, რომ არ მოგხდეს ცოტა უხეში ღეროა. თუმცა ახალგაზრდა პიტნას უხეში ღერო არ აქვს და ისიც შეიძლება იხმაროთ კერძებში. ავიღებ ოხრახუშაც. კარტოფილის მასა დაბლენდერებული, სტაფილოს და ხახვის მასა დაბლენდერებული და ისპანახი. ეხლა ყველაფერი ეს უნდა მოვათავსოთ ჭურჭელში. კარტოფილი რაშიც მოვხარშეთ, იმ ნახარს არ გადავღრით. ის უკვე ოდნავ კრახმალიზირებულია და უფრო ჩვენს წვნიანს სისქეს მისცემს. აი ამ მასას ესე გავხსნით. აი, როგორი ხასხასაა. ძირითადად უფრო მეტი ისპანახი დაგვჭირდება, ვიდრე კარტოფილი და სტაფილო. მარილი უნდა უქნათ და ოდნავ შეგვიძლია შავი წიწაკა, დაფქული შავი წიწაკა. დავაკაროთ ეს უკვე დაჭრილი ოხრახუში და პიტნა. ოხრახუში და პიტნა შეგვიძლია მეტი რაოდენობით ავიღოთ. რა თქმა უნდა, მწვანილი ხელს არ შეუშლის. პირიქით უფრო გააკეთილშობილებს კერძს. და ასევე დაჭირდება ნაღები. ნაღები შეგვიძლია დავამატოთ ჩვენ წვნიანში და თუ მარხვაზე ვარ დავინახავთ, ამ შემთხვევაში ნაღებს არ ვამატოთ. ისპანახის წვიანი მზად არის.